უსმენდი დილიდან Players Circle არის ეგეთი ჯგუფი, სადაც Titty Boy, დღეს 2 Chainz-ად იცნობთ მაგ არტისტს და Lil Wayne იყო მის სამღერში. Go and get your money duffel bag boy. გაწმინდა წავედი იურასთან თვები გადავიპარსე იდოქში. იქ ჩემი კლასელი შემხვდა გაჩერებაზე რაღაცა ფინალი როდის არისო. მაშინ ეგ იყო ძალიან ცნობილი მიმი, რომ ფინალი როდის არის. მაგ დღესაც 1-2 მკითხეს, რავი მე მივედი და ანუ ეგ თემა რო ყველა იმისკენ იყო პირიქით, ანუ ძალიან დიდ мотивაციას მაძლევდა და ანუ მაბრაზებდა კიდევაც რაღაც დონეზე რა. არ ვიცი პელეს რამდენად ქონა გააზრებული, მაგრამ ისეთ მომენტში გამომიჭირა, რომ მე ვიყავი ყველაზე მეტად მოდუნებული რა. აქ არავის არ ეშინიათ, ყველად არის პანიკო. აქ ვერ გიშველი შენი შეძლებული მამიკო. ადრე პოლიციამ ჩაგიდო, დღეს ჩაგიდებ მე. იმიტომ რომ დასამტკიცებელი, იცი რა არის? ხო, აი ვითომ ერთი შეხედვით რომ რაღა უნდა გქონდეს დასამტკიცებელი, ის ხო გამოიარე, მაგრამ აი მაგაში არის მუღამი, რომ ხო გამოიარე, მაგრამ კიდე ხოძზე ხარ თუ რა, კიდე შეუძლია ამას? თუ აი მიხდი წინა დღით თუ 2 დღით ადრე ფინალამდე ჩვენ გადავიღეთ Young-ი ჰეიტერში. არა, დავიბარეთ რომ უნდა გადავიღოთ ხო შენი ჰეიტერი. ეგ იყო წინა დღე ბეთლამდე, ხო? რომ მოდი გადავიდეთ ჰეიტერს რაღაცა კომენტარები რაღაცები მქონდა უკვე ამოღებული ყველა ტრეკიდან რაც მიშკას ქონდა. Ну всё, давай, არა პრობლემა, მეორე დღეს ვურეკავ არიხებს. წერ არიხებს, ვურეკავ არიხებს, ვაიმე რა ვქნა, ვიცი რომ სერხიოსთან ძმაკაცავს, ვურეკავ სერხიოს, ხო. ესე და ეს სასწრაფოდ ჭირდა, მეთქი კამერა ყველაფერი არის, სტუდიაში ვართ და გადავიყოთ და არ იციო რა მოხდაო და რა მოხდა. მე მგონი დაიჭირეს, რაღაც პანიკა ხდებაო რა. ბიჭო, არ მახსოვს ეგრე დეტალურად, მაგრამ მახსოვს რომ არ ჩანდნენ 2 დღე თუ 3 დღე თუ რაღაცა ეგეთი იყო და მე ჭორის დონეზე იყო დაიჭირესო. მე 2 დღე პროსტა გადაობა მიდიოდა მაგაზე რომ ვაი დამართლა დაიჭირესო. სერხიომ გადმორეკა კიდევ ერთხელ და უკვე აგიხსნა რომ დაიჭირეს სავარაუდოდ ამის გამო ალბათ კლიპზე მითხრა რაღაცა და პირველი რაც თქვით რომ ანუ უეჭველი უნდა გავაუქმოთ და თან რაც შეიძლება მალე უნდა ვუთხრათ ხალხს რის გამო ვაუქმებთ იმიტომ რომ სასტავი გწერდა ფოთიდან ქუთაისიდან ზუგდიდიდან რომ ჩამოვდივართ ბილეთები ნაყიდი ქონდა ამ ხალხს უკვე და წარმოვიდგინე ამ ხელა გზას გაირი და უცებ არა მეორე მხარე ის იყო რომ ეხლა ბიჭებს რომ იქ პრობლემები შეექმნათ უეჭველი მან დაჭირდებათ ადვოკატის ფული ამის ფული რა შეგვიძლია ჩვენ ამ სიტუაციაში და იმ აზრამდე მივედით რომ მოდი ხალხს ვუთხრათ რომ ბეთლი უშუალოდ თვითონ ბეთლი არ იქნება და ვაპატიჟებთ ჩვენი მეგობრები არტისტები ვისაც ვიცნობდით ვინც იყო მაგ მომენტში ჩვენს გვერდით ვინცაც გაუხარდა რომ ამათმა კონცერტი გავაკეთონ და ხალხში ვთქვათ რომ ვინც ანუ გადაიხდის ბილეთში ზოგადად ფასოა შეგიძლიათ პროსტა მოხვიდეთ მაგრამ ვინც ბილეთში გადაიხდით და რაღაც თქვენი სურვილია რომ ეს თანხა მე ავიღოთ და გადავცეთ ბიჭების მშობლებს დაიჭირეს რეპერები Young-მა იქით აი რაღაც აი და აი ეს სერიოზულად და აი მასო საზოგადოება და ვიღაცა ბაბუა რომ უყურებს და რაღაცეები და ანუ საზოგადოების ნაწილი ვარ რაღაცა თან პროზა ნაწილი კი არა რაღაცა აი ძალიან მნიშვნელოვანი რა იმ მომენტში რა ველოდები რომ საუკეთესო ვერსია იქნება თავის ანუ იმის იმედზე არ ვარ რომ აუ ეხა იქნებ ყლეზე დაიკიდოს და არ მოვიდეს თუ რაღაც უბრალოდ არ ჩავთვალე და ამას არ ვამბობ მაგის გასადისად, იმიტომ რომ მაგის გასადისად ბევრად კაი რაღაცები მაქვს მოფიქრებული. ანუ არ ვთვლი რომ ჩემი საპირწონე არტისტი არის რა, ეხლა რომელსაც როგორ უნდა ისე გაიგოს. ალბათ ის მუღამი რომ რაღაცა კლასიკას შევქმნით ეხა იმ დროისგან განსხვავებით დღეს უფრო არ ვიცი ასაკის ბრალია თუ რისი ბრალია, მაგრამ აღარ ვარ ანუ ისე აგრესიულად განწყობილი ვიღაცების მიმართ, აღარ მაქვს ის მუღამი რომ ეხა მივიდე ვიღაცას გადაუვარო, პროსტა მინდა მივიდე ჯიგრულად ჩემი საქმე გავაკეთო რა. ბუნებრივი მომენტი არის და ბუნებრივი პროცესი არის, რომ ანუ ჰიპ-ჰოპის
მთელი მუღამიც ეგ არის, რომ ვიღაცეები სულ ერთმანეთში რაღაცაზე ვერ თანხმდებიან რა. არ ვკამათობ მაგაზე, რომ არა მე უნდა მომეგო თუ რაღაცა რა. ხო გრძნობ შენ თვითონ რომ რაღაც არ გამოგივიდა რა. რახან ის კითხვის ნიშნები იყო დარჩენილი, რომ ის აკაპელა იყო და ბიტზე ის გადაუვლის, ეგ მუღამიც არის რა, რომ მოდი ბარემ არ დავტოვოთ კითხვის ნიშნები. მეგობრებო, PvP Battle-ის პირველი სეზონის ფინალის გამარჯვებული არის